20 წელია დაკავებული ვარ ტრეინინგების ჩატარებით და ერთ-ერთი თემა, რომელიც ყველა აუდიტორიაში იჩენს თავს და დიდ ინტერესს იწვევს და ერთნაირად აქტუალურია Gen Z თაობისთვის, მილენიალებისთვის და უფროსი თაობების წარმომადგენლებისთვის, არის ფინანსური თავისუფლების მიღწევის საკითხი და თავში მიტრიალებდა ეს თემა და ძალიან გაგვიმართლა, რომ ჩვენი მეგობრები კომპანიიდან Index Wealth Management დაგვიკავშირდნენ და მოკლედ სურვილი გამოთქვეს, რომ ინვესტიციებზე, ფინანსურ თავისუფლებაზე ერთად მოგვემზადებინა გადაცემების სერია YouTube-ზე, ჩვენ YouTube არხზე და მოკლედ ძალიან გაგვიხარდა ეს ამბავი, კარგად დავამუშავეთ თემა და ვიწყებთ ფაქტიურად ამ საქმის, კარგი საქმის ჩემი აზრით გაკეთებას. Index Wealth Management-ის საქმიანობა უძრავ ქონებას უკავშირდება და მათ საინვესტიციო მრჩეველებს შეუძლიათ გაგიზიარონ გამოცდილება თუ როგორ შეიძლება ამ სფეროში კონკრეტულად უძრავ ქონებაში ინვესტირება ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევის ერთ-ერთ გზად გადაიქცეს. ამ ვიდეოში მინდა ვისაუბროთ პასიური შემოსავლის წყაროებზე, რომელიც ფინანსური დამოუკიდებლობის გზა არის, რა თქმა უნდა, და თან შევაჯამოთ მთლიანი სურათი. ეს არის მერვე ეპიზოდი ჩვენი ფინანსური დამოუკიდებლობის სერიის და ამითი ვამთავრებთ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ამ სერიას და ამიტომ გადავწყვიტე, რომ პასიურ შემოსავალზე გვესაუბრა. წინა ეპიზოდებში უკვე შევეხეთ ზოგიერთ საკითხს, რომელიც ამ ეპიზოდში იქნება და თან მინდა რომ შევაჯამოთ მთელი პროცესი. ესე იგი, დავიწყებ იმითი, აი ამ შეჯამებას, რომ შემოსავლის და ხარჯების თუ არ დაბალანსდა, ანუ თქვენი ფინანსური კულტურა, იგივე ჯიმ რონის პრინციპებით იქნება თუ სხვა პრინციპებით, თუ არ გახდა ისეთი, რომელიც ქმნის დანაზოგს და მერე ეს დანაზოგი ქმნის ინვესტიციას და ეს ინვესტიცია დამატებით შემოსავალს და ეს ციკლი ბრუნავს, ძალიან მარტივია, ყველაზე კარგი ფინანსური მდგომარეობა შეიძლება დავუღუპოთ ზედმეტი დანახარჯებით, რომ გვინდოდეს უფრო ძვირი მანქანა, გვინდოდეს უფრო ძვირი სახლი, გვინდოდეს უფრო ახალი ტელეფონი და ასე შემდეგ. ამიტომ მაგას ვერ გავექცევით, ხო? როგორც რავი, წონის დაკლებაზე, როდესაც არის ლაპარაკი, მოკლედ ჭამის შემცირება არის, მანდ გამოსავალი, ასე ვთქვათ, სხვა გამოსავალი პრინციპულად არ არსებობს, ხო? ასევე სწორი და ადეკვატური ხარჯვა, დანაზოგის შექმნა და ინვესტირება არის გზა. ამიტომ რანაირი პასიური შემოსავალი არ უნდა შექმნათ, რანაირი ფრილენსერი არ უნდა იყოთ, რამდენადაც არ უნდა განვითარდეთ და მეტი შემოსავალი გქონდეთ, მეტი ხელფასი დაწინაურდეთ და ასე შემდეგ, დანახარჯები მაინც შეგვიჭამს ამას ყველაფერს, თუ ეს ბალანსი არ იქნა და ამიტომ პირველ რიგში ამის თქმა მინდოდა. ეხლა პასიური შემოსავლის თემაზე გადავიდეთ. პირველ რიგში მე მინდა გითხრათ, რომ ესე იგი, საქართველოში აი ჩვენ დღეს რო ვლაპარაკობთ, 25 წლის კონტენტის შემქმნელი ადამიანი ქმნის პასიურ შემოსავალს, იწერს ვიდეო კურსებს და ყიდის ამ ვიდეო კურსებს ძალიან წარმატებულად. 42 წლის კონსულტანტი ქმნის დოკუმენტის შაბლონებს და ქმნის მეთოდოლოგიებს და ძალიან წარმატებით ყიდის ამ მეთოდოლოგიებს და ქმნის პასიურ შემოსავალს, ხო? 55 წლის ინვესტორი ქმნის პასიური შემოსავლის ნაკადებს და ეს სამივე ადამიანი ფაქტიურად აკეთებს კონტრიბუციას თავისი ფინანსური დამოუკიდებლობის მიმართულებით. ამ ვიდეოში შემდეგ რამდენიმე წუთში მე შევეცდები, რომ გიჩვენოთ კონკრეტულად როგორ უდგება თითოეული თაობა პასიური შემოსავლის საკითხს და რომელი სტრატეგია შეიძლება იყოს საუკეთესო თქვენი ასაკობრივი ჯგუფისთვის, ხო? ესე იგი, პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ პასიური შემოსავალი არის ის შემოსავალი, რომელიც გამოიმუშავება მინიმალური მიმდინარე ძალისხმევით. ნულოვანი ან მინიმალური მიმდინარე ძალისხმევით საწყისი ინვესტიციის შემდეგ. ანუ პასიური შემოსავალი გულისხმობს, რომ საწყისი ინვესტიცია უნდა გავაკეთო და ამის შემდეგ მინიმალური ან ნულოვანი ძალისხმევით იქმნება შემოსავალი, ხო? თქვენი ყოველდღიური სამსახური და თუნდაც ფრილენსინგ შემოსავალი არის შრომის გადახურდავება
ფულში, ამიტომ ეს არ არის პასიური შემოსავალი, მოკლედ პასიური შემოსავალი არის იქ ის, სადაც აქტივი გამოიმუშავებს ფულს და არ ჭირდება თქვენი დროები, წუთები, საათები და ასე შემდეგ, ხო? და შესაბამისად პასიური შემოსავალი პასიური იმიტომ ქვია, რომ თქვენ მოგზაურობთ, გძინავთ თუ რას აკეთებთ, სხვა სამსახურში ხართ, მიუხედავად ამისა გამოიმუშავებს შემოსავალს, ხო? ამიტომ არის პასიური შემოსავალი გადამწყვეტი ყველა თაობისთვის, იმიტომ რომ ფინანსური უსაფრთხოება დამოკიდებული თუ არის მხოლოდ თქვენ შრომის უნარიანობაზე, ეს სრულ თავისუფლებას ვერ შექმნის, ხო? იმიტომ რომ ეკონომიკური გავეურკვევლობაა, კრიზისებია, მილიონი რაღაც ჯანმრთელობის პრობლემები და ასე შემდეგ და შენ არაფერი არ მოგცემს საშუალებას, რომ მიყვე შენ სურვილებს და ინტერესებს, თუ კი რაღაცა პასიური შემოსავალი არ შეიქმნა. სულ ვიქნებით დამოკიდებული ჩვენ შრომაზე, სულ მოგვიწევს ბევრი დროის და ენერგიის დახარჯვა. ამიტომ პასიური შემოსავალს აი ამ მთლიან სურათში ფინანსური დამოუკიდებლობის ძალიან დიდი როლი უჭირავს. ამავე დროს ძალიან რთულია პასიური შემოსავლის შექმნა, არ ჩათვალოთ, რომ ძალიან მარტივად ბევრი ადამიანი ამბობს, რომ აი ერთი ბინა რო ვიყიდო, თავი ქუჩში მაქვს და ასე შემდეგ, არ არის ესე, ჯერ ერთი ბინას რემონტი ჭირდება, გაქირავება ჭირდება, ხარჯები აქვს და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ პასიური შემოსავალი ნელ-ნელა გროვდება, მაგრამ რაღაცა დროის განმავლობაში მერე ქმნის ზუსტად იმ დასაყრდენს, რომელიც მოგცემ თქვენ საშუალებას, რომ ფინანსურად დამოუკიდებელი იყოთ, ჯერ ნაწილობრივ და მერე სრულად, ხო? საქართველოში პასიური შემოსავლის გენერირებისთვის საკმაოდ კარგი პირობები იქმნება იმ გაგებით, რომ ტექნოლოგიის და ინტერნეტის და მობილური სერვისების პენეტრაცია, ასე ვთქვათ, გავრცელება ძალიან მაღალია. ქართველი ადამიანები კარგი ენტერპრენერული იმით გამოირჩევიან. საქართველოს უკვე მიაღწია იმას, რომ თავის მოსახლეობაზე რამდენჯერმე მეტი რაოდენობრივად, ასე ვთქვათ, ტურისტი ჩამოდის, ესეც პასიური შემოსავლისთვის ძალიან კარგია. ციფრულ ტექნოლოგიებში, სტარტაპებში, ფინტექში და ასე შემდეგ საკმაოდ კარგი შედეგები აქვთ. ამიტომ საქართველოში და ცხოვრების ღირებულება საკმაოდ დაბალია სხვა ადგილებთან შედარებით, ამიტომ პასიური შემოსავლის გენერირებისთვის საკმაოდ კარგი გარემო იქმნება. და სანამ გავაგრძელებთ და თაობების მიხედვით ჩავშლით ამ პროცესს, მადლობა უნდა უთხრათ ამ სერიის, ფინანსური დამოუკიდებლობის ვიდეოების სერიის სპონსორს, ჩვენ მეგობრებს Index Wealth Management-დან, რომელთა დახმარების გარეშეც ამას ვერ გავაკეთებდი და გთავაზობთ, რომ გაეცნოთ მათ შეთავაზებებს უძრავი ქონების სფეროდან, რომელიც ნამდვილად არის ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზა საქართველოში. ეხლა დავიწყოთ თაობების მიხედვით და აქ Z თაობიდან დავიწყებ, ესე იგი, როგორ ცდილობს Z თაობა პასიური შემოსავლის გენერირებას. ცხადია, რომ პასიური შემოსავლის გენერირებისთვის Z თაობის ტექნოლოგიური განსწავლულობა ძალიან ხელსაყრელია, ხო? შესაბამისად, ეს ხალხი ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაზეც შეიძლება წარმოდგენაც კი არ ქონდეთ უფროს თაობებს, ხო? მე ხა ყველა ინსტრუმენტში სიღრმეში ვერ ჩავალ, მაგრამ თუ არ ახართ Z თაობის წარმომადგენელი, უფროს თაობის წარმომადგენელი ხართ, მილენიალი ან X-ი, ეს ჩამონათვალი შეიძლება ცოტა გეუცნაუროთ და შეიძლება არ იცოდეთ როგორ შეიძლება ამის გამოყენება, ამიტომ ეს ხალხი ძალიან პრაგმატულია და მათი სუპერ ძალა არის, რომ დრო აქვთ ჯერჯერობით, ახალგაზრდები არიან და ტექნოლოგიები კარგად იციან, ხო? ასევე ახალგაზრდა ადამიანს შეუძლია რისკზე წავიდეს, რისკები აიღოს, რაც ოჯახის პატრონს და ოჯახური ვალდებულებებს მქონე ადამიანს შეიძლება გაუჭირდეს და ამიტომ ციფრული ტექნოლოგიების სფეროში იგივე ბიტკოინი იქნება თუ ბლოკჩეინი სხვა მიმართულება, მოკლედ ბარიერები არ აქვთ ამ ადამიანებს, ხო? რეალური მაგალითები პასიური შემოსავლის, რომელსაც ჩვენ გარშემო Z თაობის ადამიანები
იღებენ, ეს არის კონტენტის შექმნა და მონეტიზაცია Instagram-ზე, TikTok-ზე, YouTube-ზე, სპონსორობის გზით, აფილირებული მარკეტინგის გზით წარმატებულ ქართველ ინფლუენსერს შეუძლია თავის დამკვიდრების ეტაპის გავლის შემდეგ ყოველთვიურად სადღაც 500-დან 2000 ლარამდე გამოიმუშაოს. თლად პასიური იმ გაგებით, რომ შრომა არ ჭირდება, ნამდვილად არ არის ეს შემოსავალი, თუმცა შესაძლებელია, რომ კონტენტში სხვა ხალხი იყოს ჩართული და ეს მოგება რჩებოდეს, ასე ვთქვათ, აი ამ პასიური შემოსავლის სახით ავტორს ამა თუ იმ პოპულარული არხის, ხო? ციფრული პროდუქტების შექმნით არის დაკავებული ეს ხალხი. ციფრულ კურსებს აკეთებენ, ქმნიან და ყიდიან. Udemy-ზე, Teachable-ზე, სხვა პლატფორმებზე, მოკლედ ქართველი ადამიანები არ არის აუცილებელი, რომ ეს ქართული აუდიტორიისთვის იყოს და როგორც კი საერთაშორისო აუდიტორიაზე გადიხარ, მასშტაბი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად იზრდება და თვეში სადღაც 1000-დან 5000 ლარამდე გამომუშავება სავსებით რეალისტურია ამ ონლაინ, ესე იგი, ელექტრონული სწავლების ინსტრუმენტებით. ელექტრონული კომერცია, დროპშიპინგი ძალიან პოპულარულია, ამ ხალხს აქვს საიტები, რომელზეც ყიდიან სხვის პროდუქტებს, ეს არ არის წარმოება, შეიძლება ქართული პროდუქტები იყოს, შეიძლება არაქართული და მიწოდების სერვისი აქვს დაწყობილი და რა თქმა უნდა, კრიპტოვალუტა რო არ ვახსენოთ, არ გამოვა. Staking-ზე არის ლაპარაკი, კრიპტოვალუტის staking-ზე და ბევრი რამე არის, ზოგადად ბევრი მეთოდია კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული პასიური შემოსავლის. მე ხარ ჩაუღრმავდები, არც სპეციალისტი ვარ და არც ფორმატი არ გვაძლევს საშუალებას, რომ ჩაუღრმავდეთ. როგორი სტრატეგია უნდა აირჩიოს ზედთაობის ადამიანი და ციფრულზე იფიქრეთ პირველ რიგში და გლობალურად. გამოიყენეთ საქართველოს როგორც საცხოვრებელი, შედარებით იაფი პლაცდარმი, ასე ვთქვათ, სადაც იცხოვრებთ და გაყიდეთ საერთაშორისო ბაზრებზე. საქართველოს ბაზარზე გაყიდვაზე არ იფიქროთ ჯენზიებმა, იმიტომ რომ გაცილებით მეტი რესურსი და შესაძლებლობაა, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ბაზარზე. ხოლო გადავიდეთ მილენიალებზე. მილენიალების თაობა ყველაზე აქტიურად ეძებს პასიურ შემოსავალს, იმიტომ რომ სჭირდება ეს პასიური შემოსავალი და საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია პასიური შემოსავლის თვალსაზრისით, იმიტომ რომ მილენიალების შემთხვევაში ტექნოლოგიური განსწავლულობა ხდება ცხოვრებისეულ და პროფესიულ გამოცდილებას. ანუ ამ ხალხს უკვე აქვს დაგროვილი კარგი გამოცდილება და ამავე დროს ხელი მიუწვდება ტექნოლოგიურ ამბებზე და ძალიან კარგად არიან პოზიციონირებული იმისთვის, რომ სტრატეგიული ინვესტიციები გააკეთონ. რეალური მაგალითები ჩვენს გარშემო მილენიალების არის საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი და ზუსტად ჩვენი პარტნიორი Index Wealth Management ამაში ეხმარება ადამიანებს, რომ კარგი ინვესტიცია გააკეთონ. საცხოვრებელ უძრავ ქონებაში წელიწადში 8-დან 10%-მდე უკუგების მიღება სავსებით რეალისტურია გრძელვადიანი იჯარის შემთხვევაში, მოკლევადიანი იჯარის შემთხვევაში 20%-მდეც ადის ეს შემოსავალი და კომერციული უძრავების შემთხვევაში შესაბამისად სადღაც 7-დან 12%-მდეა უკუგება და მილენიალები არიან ყველაზე კარგად ინვესტირებული ხალხი, ასე ვთქვათ, აი ამ უძრავ ქონებაში. Airbnb და მოკლევადიანი გაქირავება, როცა ტურიზმზე ვლაპარაკობ, ზარ ტურიზმზე, საკმაოდ სერიოზული ტერიტორიაა სწორედ ამ პასიური შემოსავლისთვის და კარგად განლაგებულ ერთ საძინებლიან ბინას, ანუ ოროთახიანს, ჩვენებურად რო ვთქვათ, Airbnb-ის მეშვეობით ყოველთვიურად სადღაც 800-დან 1500 ლარამდე შემოსავლის გამომუშავება შეუძლია ხარჯების გათვალისწინებით. ანუ ხარჯები რო გამოვაკლოთ, დაახლოებით 800-დან 1500 ლარამდე შეიძლება თვეში გამოიმუშაოს. რა თქმა უნდა, ინვესტიცია უნდა, რა თქმა უნდა, სისტემის აწყობა უნდა, მაგრამ შესაძლებელია. მესამე არის უკვე ფასიანი ქაღალდები და საინვესტიციო ანგარიშები. მილენიალები სწორედ ყოჩაღობენ თავის გამოცდილებით და ცოდნით, რომ ფასიან ქაღალდებში გააკეთონ თავისი დანაზოგის ინვესტიცია. ზოგიერთი უფრო დაბალრისკიანი ინსტრუმენტი წელიწადში 3-დან 6% განაკვეთს გულისხმობს, თუმცა არის უფრო შედარებით მაღალ შემოსავლიანი ფასიანი ქაღალდები ქართული კომპანიების, რომელიც შეიძლება 8 და 10%-ის მიდამოებში იყოს უკუგება და ასევე საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე ინვესტიციაზე, მოკლედ ამაზე ცალკე
გქონდა ჩვენ საუბარი სხვა ვიდეოში. ასევე ამ ჩვენ გამოცდილ მილენიალებს შეუძლიათ ონლაინ კურსების შექმნა, რომელიც მათ პროფესიულ ექსპერტიზას ქართულ ბაზარზე ან საერთაშორისო ბაზარზე ტექნოლოგიური ციფრული პლატფორმების მეშვეობით გაყიდიან და განავითარებენ და მარკეტინგი. კარგად იცის ხალხმა, კარგად იცის თავისი საქმე და შესაბამისად დღეს ონლაინ პლატფორმების გამოყენებით ყველაზე კარგი წინაპირობაა შექმნილი ზუსტად ასეთი ონლაინ კონტენტის გაყიდვისთვის და რა თქმა უნდა ფასიან ქაღალდებში, საერთაშორისო ფასიან ქაღალდებში ინვესტირება, ამაზე ჩვენ ცალკე ეპიზოდი გვქონდა. მილენიალების სტრატეგია უნდა იყოს დაბალანსებული ზრდა და სტაბილურობა, გამოიყენეთ თქვენი შემოსავლიანი წლები და იმისთვის რომ მრავალფეროვანი პასიური შემოსავალი შექმნათ და დივერსიფიკაცია დააბალანსოთ ეს. სწრაფად არ არის საჭირო, ნელ-ნელა და სტაბილურად მზარდი, ესე იგი შემოსავლის წყაროები უნდა შექმნათ გრძელვადიანად. X-თაობის ესე იგი შემთხვევაში აქ უკვე ლაპარაკია სხვა мотивация აქვს პასიურ შემოსავალთან დაკავშირებით, ეს мотивация დაკავშირებულია ასაკთან, საპენსიო ასაკთან და იმასთან, რომ X-თაობის ადამიანებს, შრომელ ადამიანებს არ უნდათ რომ ჩამოეკიდონ, ასე ვთქვათ, ფინანსურ ვალდებულებად თავის შვილებს და თავის ოჯახებს და ამიტომ ძალიან ბუნებრივად მიდრეკილები არიან აი ამ პასიური შემოსავლების წყაროების შექმნისკენ, როგორც უძრავ ქონებაში, ასევე სხვა მიმართულებებით, ხო? X-თაობისთვის პასიური შემოსავალი მხოლოდ ზრდას არ ნიშნავს. ეს არის უსაფრთხოება და გარკვეულწილად დაზღვევა, ასე ვთქვათ, მათი შემდგომი ასაკის, ხო? პრემიუმ კლასის უძრავი ქონება არის, ესე იგი, პირველი არჩევანი X-თაობის ადამიანებისთვის და ამ მიმართულებით საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი პრემიუმ სეგმენტი მნიშვნელოვნად ვითარდება და ძალიან კარგი შესაძლებლობებია, მათ შორის ჩვენი სპონსორის Index Wealth Management-ის პორტფელში. მაღალი ღირებულების კონსულტაცია და ციფრული პროდუქტები. ანუ X-თაობის ადამიანებს თუ დააქვთ მდიდარი გამოცდილება, შეუძლიათ რომ ძალიან ძვირი კონსულტანტები იყვნენ, ტრენერები, მენტორები, კოუჩები და ასე შემდეგ. ანუ წლების დაგროვილი გამოცდილება შეიძლება ამ გამოცდილებამ საშუალება მისცეთ, რომ კომპანიების ტოპ მენეჯერების კონსულტაცია გაწიონ, რომელიც ესე იგი საათობრივი ანაზღაურება შეიძლება იყოს ძალიან მაღალი ამ ადამიანების შემთხვევაში, აი ზუსტად ამ გამოცდილების გათვალისწინებით, თუმცა როცა თქვენ კონსულტანტობთ, ეს არ არის პასიური შემოსავალი, ამიტომ ლაპარაკობთ, რომ შევქმნათ წევრობაზე დაფუძნებული რაღაცა ჯგუფები, შეიძლება ეს იყოს მენტორობაზე დაფუძნებული, კოუჩინგზე და ასე შემდეგ, subscription, ანუ ხელმოწერაზე დაფუძნებული, სადაც წევრობა ეღირება 200-დან 500 ლარამდე და ამ ხალხს საშუალება ექნება, რომ თქვენ ექსპერტიზაზე მიუწვდებოდეს ხელი თქვენ დოკუმენტებზე, თქვენ რეკომენდაციებზე, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მოკლედ ეს არის ძალიან გავრცელებული მეთოდი უცხოეთში, ჩვენთან ეხლა იყიდებს ფეხს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგად შეიძლება ამის გაკეთება. ვენჩურული კაპიტალი და საინვესტიციო ტრასტები, როგორც წესი X-თაობის ადამიანებს ხშირად აქვთ დაგროვილი გარკვეული კაპიტალი და აქვთ საშუალება, რომ შეუერთდნენ. არ არის ლაპარაკი მილიონებზე, არ არის ლაპარაკი, რომ ტრასტს შექმნი. არამედ ლაპარაკია, რომ შეუერთდები შენ საიმედო ნაცნობებთან ერთად ტრასტებს და აქ შესაძლებელია ინვესტიცია ისეთი დაბალი ბარიერიდან, როგორც არის $500 დაუშვათ, ხო? არის ფიქრობთ, რომ ლაპარაკია 100,000 $1000 ფლობაზე, ხო? შეძენა არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, როდესაც ადამიანები, რომლებიც არიან მაღალ ანაზღაურებადი, თავის მიმდინარე მაღალ ანაზღაურებას იყენებენ იმისთვის, რომ უკვე არსებული და მოქმედი საშუალო შემოსავლიანი ბიზნესები შეიძინონ. X-თაობისთვის ეს საქმე ითვლება, მოკლედ ესეთი გადაწყვეტილება ითვლება საკმაოდ კარგ ინვესტიციად, იმიტომ რომ დღეს შეიძლება თქვენ გიხდიდნენ მაღალ ანაზღაურებას, როგორც ბორდის წევრს, როგორც ტრენერს, როგორც კოუჩს და მენტორს და შეიძლება ეს თარგმნოთ შედარებით პასიურ შემოსავალში, ესეთი უბრალო
შემოსავლიანი ბიზნესის შეძენით და ბევრი ჩემი ნაცნობი, ჩემ გარშემო სწორედ ამას ცდილობს, ფაქტიურად როგორც ნაწილი ცდილობს უძრავი ქონებით შექმნას პასიური შემოსავალი, ნაწილი ცდილობს უკვე ამუშავებული მცირე ბიზნესით შექმნას შემოსავალი. თანატოლებს შორის სესხები, ანუ თანატოლები არ არის აუცილებელი ასაკობრივად, ანუ peer to peer, რა, ერთნაირი ადამიანები, როცა ერთმანეთს ასესხებენ და ბევრი X თაობის ადამიანი თავის დაგროვილ კაპიტალს გაასესხებს საპროცენტო შემოსავლის სანაცვლოდ, ზოგი უფრო კონსერვატიულია და უფრო ახლობელ ადამიანებს ასესხებს და გარანტიების იმით მოქმედებს, ამ შემთხვევაში უფრო დაბალი საპროცენტო შემოსავალი იქნება, ზოგი უფრო რისკიან ნაბიჯებზე მიდის. აქაც თქვენ ექსპერტიზას უნდა დაეყრდნოთ და თქვენ ცოდნას, რა თქმა უნდა. და რო შევაჯამოთ, X თაობის სტრატეგია იქნება ფოკუსირება დადასტურებულ და სტაბილურ წყაროებზე შემოსავლის, იმიტომ რომ რისკის დრო X თაობას უკვე აღარ აქვს და შესაბამისად შედარებით დაბალი რისკის პროფილებია, რომელსაც შედარებით მაღალი ინვესტიცია ჭირდება. გამოიყენეთ თქვენი პირადი კაპიტალი, ფინანსური, სოციალური კაპიტალი და გამოცდილება კონკრეტულ სფეროებში და კონკრეტული მიმართულებებით, ხო? ეხლა რა გავაკეთოთ პრაქტიკულად? ბოლოს ვიდეოს, ბოლოს რო შევაჯამოთ პრაქტიკული ნაბიჯები. პირველ რიგში გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, იმიტომ რომ ამ და სხვა საინტერესო თემებზე კვირაში უკვე 2 ვიდეოს ვათავსებთ. მარტო ამ სერიაში, ფინანსური დამოუკიდებლობის სერიაში არის 8 ვიდეო და პლეილისტი არის ამ ვიდეოს აღწერაში, სადაც შეგიძლიათ რომ ყველა ეს ვიდეო ნახოთ და თუ მოიწონებთ ვიდეოს, თუ მოგწონთ, რა თქმა უნდა, YouTube-ით და ჩვენც ამით ვხვდებით თქვენი მოწონებებით და კომენტარებით, როგორი ვიდეოები შემოგთავაზოთ, ხო? ეხლა პრაქტიკული ნაბიჯები. პასიური შემოსავალი არ ნიშნავს მალე გამდიდრებას. ეს ნიშნავს ძალიან ნელ-ნელა წვეთად ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც დროთა განმავლობაში ფინანსურ თავისუფლებას უზრუნველყოფს. ანუ სწრაფი მეთოდი არ არის პასიური შემოსავალი, თქვენ თუ სწრაფად გაქვთ რაღაცა გასაკეთებელი, უფრო თქვენ ბიზნესზე, ფრილენსინგზე და სხვა ინსტრუმენტებზე უნდა იფიქროთ, ხო? Z-თაობა იქნება, რომელიც პლატფორმებს, ციფრულ პლატფორმებში ცხოვრობს, მილენიალები, რომლებიც ზრდას და სტაბილურობას აბალანსებენ, თუ X-თაობა, რომელიც ცდილობს, რომ შეინარჩუნოს ცხოვრების სტილი, უკვე ხანში შესულ პერიოდში, ყველასთვის არსებობს პასიური შემოსავლის შესაძლებლობები, ხო? თქვენი სამოქმედო გეგმა აირჩიეთ ერთ-ერთი სტრატეგია თქვენი თაობის შესაბამისი სექციიდან, რაზეც ვილაპარაკეთ ამ ვიდეოში და დაიწყეთ ამ კვირიდან. ხო, ესეთი გამოთქმა არსებობს, რომ ხის დარგვის საუკეთესო დრო იყო 20 წლის წინ და მეორე საუკეთესო დრო არის დღეს, ხო? ამიტომ კიდევ ნუ გადადებთ. თუ აქ 20 წლის წინ არ დაგირგავთ ხე, დღეს აუცილებლად დარგეთ, ხო? თქვენ თუ არ გამოგადგებათ, თქვენ შვილებს და შთამომავლებს გამოადგებათ, ხო? რომელი პასიური შემოსავლის წყაროს დაწყება გსურთ და შეგიძლიათ. დაწერეთ კომენტარებშიც, მოგწერეთ და მითხარით, რომელი სტრატეგია შეესაბამება თქვენ სიტუაციას. გახსოვდეთ ასევე, რომ საქართველოს ჩვენ გვაქვს უნიკალური უპირატესობები, რომელიც მსოფლიოს დიდ ნაწილს არ აქვს იმ გაგებით თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობები, უცხოენის კარგი ცოდნა, დაბალი დანახარჯები ცხოვრების და ასე შემდეგ და უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები, რომ ფინანსურად თავისუფალი და დამოუკიდებელი მომავალი შევქმნათ და გახსოვდეთ, რომ პასიური შემოსავალი იწყება 1 ლარით ან 1 დოლარით, რომელსაც თქვენი შრომის დახარჯვის გარეშე მოიპოვებთ. არ არის აქ ლაპარაკი, ესე იგი მოკლევადაში დიდი შემოსავლის მიღებაზე. მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენ მეგობრებს Index Wealth Management-ში, რომელთა დახმარების გარეშეც ვერ შევქმნიდით ასეთ სერიას გადაცემების. გამარჯობა. ეს არის ჩვენი ფინანსური თავისუფლების გადაცემათა ციკლის ბოლო გადაცემა, რომელსაც ასე ვთქვათ, შემაჯამებელი ხასიათი ექნება. განვიხილავთ იმ თემებს, რომლებიც წინა 7 გადაცემაში ვახსენეთ, სხვადასხვა გზებით, როგორ შეიძლება მივაღწიოთ ფინანსურ თავისუფლებას, იქნება ეს უძრავი ქონების შეძენა, საფონდო ბირჟაზე ინვესტიციები, ენტერპრენერობა, პასიური შემოსავალი თუ რაიმე სხვა. სანდრო, ბევრი სხვადასხვა თემა განვიხილეთ, მაინც რომელია უფრო მნიშვნელოვანი და რა უნდა გავითვალისწინოთ?
პირველ რიგში მე მგონია ესე იგი, რომ ადვილი გზები, მოკლედ ფინანსური დამოუკიდებლობა იმხელა და იმდენად მნიშვნელოვანი მიზანია, რომ ადვილად სამწუხაროდ მიღწევადი არ არის. ეხლა ყველა სტუმრის ინტერვიუს უსმინეთ, მეთოდოლოგიებს ჩავუღრმავდით და ერთი რასაც უნდა შეეგუოს ადამიანი, ჩვენი მაყურებელი, არის რომ ეს არ არის ხრიკები. აი როგორც გახდომაზე და ჯანსაღ ცხოვრებაზე და რაღაცაზე რომ ამ ოჯახურ ბედნიერებაზე რაღაც ხრიკები, მოკლედ არ არის ხრიკები რა, ეს არის ყოველდღიური მუხლ ჩაუხრელი შრომა რა. რა თქმა უნდა, სადაც შენ არ ახარ, თქვა სხვა რო უძრავი ქონების ინვესტორია, გეჩვენება რომ იმისი ცხოვრება ადვილია. სხვა რო ბიზნესმენია, გეჩვენება რომ იმის ცხოვრება ადვილია. ანუ პირველი და ყველაზე მთავარი, რასაც მე ხაზს გავუსვამდი და ის ზუსტად ჩვენმა სტუმრებმა და ექსპერტებმა მათთან ურთიერთობამ კიდე ერთხელ მეც დამარწმუნა, რომ ეს არის ძალიან სერიოზული შრომა და ძალიან სერიოზული დისციპლინა ჭირდება. ხარჯვის ნაწილში, შემოსავლის ნაწილში, თვითგანათლების ნაწილში, გზას რო არაცდე კარგ ხასიათზეც ჭკვიანი უნდა მოიქცე, ცუდ ხასიათზეც ჭკვიანი უნდა მოიქცე. მოკლედ, მე მგონი რომ მთავარი გაკვეთილი და შეიძლება ვიღაცას გული დავწყვიტოთ ჩვენ მაყურებელს არის რომ თუ ელოდა რომ ადვილი აი პირდაპირ ცა გაიხსნებოდა და ეს მილიონი თავზე დაგვეცემოდა, მე მგონია რომ ესეთი მეთოდი არ არსებობს და ეს მოითხოვს წლების განმავლობაში მუხლ ჩაუხრელ დისციპლინას. მეორე მხრივ ყველაზე კარგი რაც გავიგე მე, რომ თუ შენ გადაწყვეტ რომ იშრომო ფინანსური დამოუკიდებლობისკენია, რომ ძალიან ბევრი ალტერნატივაა და ყველას მოსაწონი გზა გამოჩნდება. ნინოს გზაც არსებობს, სანდროსთვისაც არსებობს, 25 წლის ადამიანისთვისაც და 65 წლის ადამიანისთვისაც და მოკლედ გონია რომ პირველი არის რომ ჩამოყალიბდე რომ ეს სერიოზული შრომაა, მერე დაფიქრდე გიღირს თუ არ გიღირს ეს სერიოზული შრომა და აი მაგის მერე უკვე იფიქრო რა და როგორ კონკრეტულად. ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური კულტურის ჩამოყალიბება როგორც ოჯახში, ისე შენ სტრესში, სამეგობროში. რამდენად მიღწევადია და რა ნაბიჯები შეიძლება რომ გათხოვოთ? ეგ არის ძალიან საინტერესო და ალბათ ყველაზე მძიმე პოზიცია არის ხარჯვის ნაწილში, აი ფინანსური კულტურის მოწესრიგება და მოკლედ ერთ ამბავს მოგიყვები, რომელიც რავი, თან სასაცილოა, თან არც ისეთ სასაცილოა. მოკლედ გავიცან მრავალი წლის წინ ერთ-ერთ რეგიონში ერთ-ერთი ბანკის მმართველი. ანუ წარმოიდგინე რეგიონის პატარა ქალაქში არის ბანკის მმართველი, ესე იგი ბანკის მმართველი რას ნიშნავს? ყველას გონია რომ ფულის იმებს ტომრებს აზის, ასე ვთქვათ, რა როგორც არის ჩვენთან სტერეოტიპი და ეს ამბავი ამ ამბავს ყვება ეს თვითონ ეს ბანკის მმართველი, რომ ყოველ დღეო ხდება ხალხიო ჩემ ქალაქშიო 5 ლარი მასესხე, 10 ლარი მაჩუქე, 100 ლარი მასესხე, 20 ლარი მაჩუქე, ბავშვთა დაბადების დღეა კისაა და იმდენი ხდება ყოველ დღე რომ გადავირიო და მე 5 ლარზე და 10 ლარზე თუ არ სეტყვიო წინსო რა. ხო და ერთ თვეშიო, ბოლოს რომ მილიონი საყვედური რომ მივიღეო, მოვიფიქრე ესეთი რაღაცაო და იმ თვეში ვინც შემხვდაო, ყველა დავიბარე 30 რიცხვშიო, იმთვის 30 რიცხვში ჩემ ოფისთანო, ბანკთანო. ყველა 5 ლარი ვინც ვთხოვა, ისიც დავიბარე და უთხარი რომ მოდი და მოგცემ, 20 ლარი მთხოვა, მოდი და მოგცემ ეს. 30 რიცხვში ბანკთან რომ მივედიო, ზუსტად ხელფასის დღე იყო, მივედიო ბანკომატთან და მთელი ჩემი ხელფასიო, მაშინდელი მახსოვს ზუსტად რაღაც 920 ლარი იყო, ჩემი ხელფასიო გამოვიტანეო, 920 ლარი, მივედი ბანკთანო. პატარა მიტინგი დამხდაო რა, ერთი 20 კაცი დგას ბანკთან, ვინც ამას თვის განმავლობაში თხოვა ფული, მეტი შეიძლება. შევიყვანე ყველა ჩემი კაბინეტში, ძლივს შეეტივნენ, პატარა კაბინეტი იყო და აი ტევა აღარ იყო და ამოვიღე ეს 920 ლარი და დავდე მაგიდაზე, უთხარი რომ ეს არის ჩემი ამთვის ხელფასი. ერთი კაპიკიც არ მომიკლია. აბატონო და გაიყავით. აი ვისაც 10 ლარი გინდათ, ვისაც 20 ლარი გინდათ, რაც გინდათ და მოკლედ დახედა ამ ხალხმა ცოტა ხანი ერთმანეთს უყურეს, მიხვდნენ რა კამპანია იყო შეკრებილი და ჯერ ერთი წავიდაო, მერე მეორე წავიდაო, მერე მესამე წავიდაო, ხო? ეხლა ეს ძალიან მონუმენტალური ამბავია და ყველა მაგას ვერ გავაკეთებთ, ასე ვთქვათ და ამიტომ
არადა იქ პრობლემა ყველას გვაქვს რა, რომ აი 5 ლარი რა პრობლემაა ეხა შენთვის, კარგი ხელფასი გაქვს, 10 ლარი რა პრობლემაა, კარგი ეხა ძმისშვილისთვის 100 ლარიანი ის როგორ დაგენანა, შენ ძმას გაუჭირდა და იმას ყიდულობს და როგორ არ დაუმატა 1-200 ლარი, არ დამთავრდება, ამათი ჯამი იქნება ყოველთვის უსასრულოდ ბევრი, ხო? ამიტომ როცა ვლაპარაკობთ ფინანსურ ჰიგიენაზე ხარჯვის ნაწილში, პირველი მტერი რა თქმა უნდა ჩვენი თავია. იმიტომ რომ ეს ახლა ეს მე ამდენი ვიშრომე და ამხელა სერია გავაკეთე ვიდეოების და ერთი ჩანთა როგორ არ დავიმსახურე და მე ახლა ამდენი ლექცია ჩავატარე ამ კვირაში 5 სანდრომ და ერთი კარგი ვახშამი როგორ არ დავიმსახურე, მთავარი მხურელი და ხარჯველი ჩვენა ვართ რა თქმა უნდა და ანუ აქ აი ეს წითელი ხაზების გავლება რომ რას დავხარჯავ, რას არ დავხარჯავ ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა სხვებიც კარგად განსაკუთრებით თუ მიაჩვიე, მეგობრები, ოჯახის წევრები და ასე შემდეგ, ეგ არის საწყაული აღლუსებელი, ასე ვთქვა. და ეხა სულ მაფიქრდება მე, რომ შენ გქონდეს რაღაცა კასრი, რომელსაც აქვს ხვრელები და რამდენიც გინდა ჩაასხი, გინდა უძრავი ქონების შემოსავალი ჩაასხი, გინდა შენი ბიზნესის კასრი არ აიუსება და სულ გექნება პრობლემა მართლა რომ დაგჭირდება. ამიტომ მე ვიტყვი, რომ დასაწყისი ეგ უნდა იყოს. და კარგია რომ თავიდან დაისვა ეს შეკითხვა რომ სანამ შემოსავლის გაზრდას დაიწყებს საერთოდ ცოტა ფული სანამ გაქვს მანამდევე უნდა მიიღო გადაწყვეტილება რომ მე არ მივცემ არააუცილებელ ხარჯებს საშუალებას რომ ისკნას ხო ამას წინად იმას უყურებდი Diary of the CEO რო არის პოდკასტი იქ ყავდა ერთ-ერთი ძალიან ცნობილი Shark Tank-ის მილიონერი და ტიპი ამბობდა რომ რა უბედურება კაცო $28 როგორ უნდა გადაიხადო ლანჩშიო რა ეგ არის ჩვენი დამაქცეველიო და ახალგაზრდა ხალხისო და დათვლილი ქონდა რომ დღეში $28 ლანჩის ანუ ჩვენ ენაზე 60 ლარით $1.5 კეთდება პორტფელი ესე იგი 25 წლიდან რომ დაიწყო 60 წლამდე რა ხო და ამბობს რომ რა უბედურებაა კაცო მაგას ებრძოლეთ ეგეთ პატარა რაღაცებს ებრძოლეთ და ძალიან დამაფიქრებელია იმიტომ რომ მე მოვიხედე და ვთქვი რომ უი მეც ერთ მაგდენს დაახლოებით ლანჩი ვხარჯავე ხო დასათვლელია ხო სახლიდან წამოიღეთო რაღაცა კენითო მოკლედ იმაშვება ხო ამიტომ მე მგონია რომ ახლობლები თუ ხედავენ რომ შენ დისციპლინირებულად ხარჯავ ისინიც მიიღებენ ამას და ეხა შენ თუ 200 ლარიან ლანჩებს ხარჯავ და ეხა შენ ძმას რა ფოტოაპარატი უნდა და იმას ვერ ეხმარები ეხა რა თქმა უნდა მანდ ეგ დადგება ეგ საკითხი ხო ამიტომ მე მგონია რომ პირველი ეგ არის რომ ჩვენი კასრი კარგად შევამოწმოთ ხო არ გაზდის სადმე იმიტომ რომ თუ გაზდის აზრი არა აქ დანარჩენი სხვა გადაცემებს აღარ უყუროთ მაგას თუ არ გააკეთებ სხვა გადაცემებს აღარ უყუროთ ესე იგი ერთ-ერთი ეფექტური გზა ფინანსური თავისუფლების მიღწევის არის უძრავი ქონება და ჩვენი ექსპერტები ამბობენ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მეთოდი იმიტომ რომ უძრავ ქონებას თითქმის არასდროს ფასი არ აკლდება ძალიან იშვიათად იშვიათ სცენარებში შეიძლება ესეთი რამე რომ მოხდეს რამდენად მნიშვნელოვანია და რა უნდა გავითვალისწინოთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, როდესაც ფინანსური თავისუფლების კონტექსტზე ვსაუბრობთ. ესე იგი, მე მახსენდება პაატასთან საუბარი, პაატამ გვითხრა ესეთი რჩევა, რომ ძალიან ცოტა ფული თუ გაქვს, ან ძალიან ბევრი ფული თუ გაქვს, შეიძლება უძრავი ქონება კარგი აზრი არ იყოსო. იმიტომ რომ ძალიან ცოტა ფულით ვერ შედიხარ ამ უძრავი ქონების ტერიტორიაზე და სესხით ნაყიდი პატარა ბინა რომელიც ძლივს ქირავდება ბათუმში შეიძლება ვერც ანუ ბალანსიც კი ვერ შედგეს პოზიტიური. ხო, ამიტომ რაღაცა კაპიტალი გჭირდება რა რაღაცა, რა ვიცი, $100,000, $200,000 მაინც უნდა იყოს, რომ ესე გვითხრა და მეც ამას ვიზიარებ, ხო? და უკვე როცა ბევრი ფული გაქვს და მასშტაბური ინვესტიციები შეიძლება გააკეთო ფასიან ქაღალდებში და ფონდებში და ასე შემდეგ, იქ უკვე ეს აღარ გიღირს ჩალიჩად რა, იმიტომ რომ აი რამდენი 100 ბინა ხო არ გიქნება და იქ შეიძლება 100 აქცია გქონდეს, ან 17 ბიტკოინი გქონდეს და მოკლედ მაგაში ისქნა, ხო? ამიტომ მე ვიტყოდი პირველ რიგში, რომ უძრავი ქონება ეგ იგივეა, რომ თქვა, რომ გაჯანსაღებას ვაპირებ ვარჯიშით ან სპორტით.
რომელი სპორტით, კაცო, ჭადრაკით, სიმძიმეებით თუ სირბილით თუ რითი. უძრავი ქონებაც იმხელა სივრცეა ჩემი აზრით და ჩვენმა ექსპერტებმაც ეგ გვითხრეს, აი გუგას გადაცემაში და სხვა გადაცემებში, რომ რავი, ყველაფერს უძრავი ქონება ქვია. მაგალითად, house flipping-ი არის უძრავი ქონების სწრაფი პროექტი, გაუბედურებული ბინა ვიყიდე, გაუბედურებულის ფასად, გავარემონტე ჩემი ძალებით და ჩემი მეგობრების ძალებით და იაფი შედარებით მასალებით და უცბად გავყიდე 3 თვეში და უშუალოდ რემონტის ვადაში გავყიდე და დამრჩა ის ხარჯები ავინაზღაურე და კიდევ დამრჩა რამდენიმე 1000 ლარი და უშუალოდ მოგება. ხო, გააჩნია როგორი გამყიდველი ხარ, როგორი მყიდველი ხარ, ხო? სესხით ფლიპინგს კიდე აკლდება ის სესხის ხარჯები და რაღაცები და სესხუნარიანობა. უძრავი ქონება ისიც, აი ჩემი მეგობრების ამბავი მოუყევი რამდენჯერმე, რომ ძალიან პატარა სივრცეები იყიდეს, ბევრი პატარა სივრცე, ოღონდ საინტერესო ადგილებში და პირდაპირ თავიდანვე Airbnb ქონდათ ჩაფიქრებული რა და ანუ ფაქტურად Airbnb-ის უძრავი ქონება ცალკე უძრავი ქონება ესე რომ ვთქვათ, ხო? გრძელვადიანი სტორიჯი კაპიტალის დაგროვებით რომ ეს გაძვირდება და თბილისში დღეს თუ $1500 ვიყიდი, $3000 გავყიდი 15 წელიწადში, ეგ გრძელი ფულია, ასე ვთქვათ და მაგ მოთმინება აი შვილიშვილისთვის გასაკეთებელი ინვესტიცია და ასე შემდეგ. ამიტომ უძრავ ქონებაში მე ვიტყოდი, რომ პირველ რიგში ჩამოყალიბდით რომელი უძრავ ქონებას რას ეძახით, ასე ვთქვათ, ერთ ნომერს ბათუმში აპარტ ჰოტელში ეძახით უძრავ ქონებას, პატარა 15 კვადრატულიან სივრცეებს ძველ თბილისში ეძახი უძრავ ქონებას თუ შედარებით პერსპექტიულ უბანში დიდი ბინის ყიდვას და დაცდას როდის იმას იზამს და თუნდაც გაქირავებას, ხო? ამიტომ მე მეჩვენება მანდ რომ კარგი შესწავლა უნდა ქვესეგმენტურად. აი ცალკე მთელი სერია შეიძლება მე მგონია რომ გავაკეთოთ უძრავ ქონებაზე, მარტო რომ ვაგადაცემით. ერთი იყოს Airbnb-ზე, მეორე ამაზე, მესამე იმაზე, მოკლედ ეს. ამიტომ მანდ მე ვიტყოდი რომ დასპეციალიზდი და ეს შენი სურვილები შენ შესაძლებლობებთან შეადარე. ასე ვთქვათ, რომ რამდენად შეგიწყობს ხელს შენი დრო, შენი უნარები, house flipping-ს რო დაიქირავო კომერციულ ფასად ბრიგადები და house flipping-ი აკეთო, გაიყიდები, შანსი არ არის, ხო? სესხებით რო პატარა Airbnb აკეთო, მანდაც რთულად არის საქმე, მოკლედ ის არის რა და ეს ჩემი მეგობრების ამბავი რომ მოვყევი რომ ბევრი პატარა სივრცე თქო, რა ფულით იყიდეს, იცი, დაქორწინდნენ ცოლი და ქმარი, ორივე ოჯახმა მისცა ფული რომ შვილებო ბინა იყიდეთ და ის ერთი პოტენციურად კარგი ბინა დაახურდავეს 8 პატარა სივრცედ. ხო, ანუ კაპიტალით იწყებდნენ და თქვეს რომ მოდი ბინა მოიცდის, ჯერ ბავშვები არ აყავს, ის არ აყავს და მოდი ესე გავაკეთო და მე მგონი ძალიან ჭკვიანურია და მანდაც მიდებ-მოდება არ ვარ, ისევე როგორც ბიზნესში, ან სახინკლეს გავაკეთებ, ან ტრეინინგ ცენტრს ხო არ იტყვი, ხო? იქაც უნდა ჩამოყალიბებული იყო და მგონია რომ უძრავ ქონებაშიც თავარი ეგ არის და მეორე რომ ძალიან დიდ ხანს მოგიწევთ, ასე ვთქვით, გრძელი თამაშია უძრავი ქონება და 2 წელიწადში და 1 წელიწადში არაფერს არ მოგწევს. სანდრო, საფონდო ბირჟის ინვესტიციები ახსენე და შემდეგი კითხვა ზუსტად მაგას ეხება. ესეც ერთ-ერთი გზა არის ფინანსური თავისუფლების მისაღწევად და ნუ უძრავი ქონებისგან განსხვავებით მანდ არსებობს თქვათ რისკები, რომ თამაშობს ეს მონაცემები და სწორედ ამიტომაც ექსპერტები გვირჩევენ, რომ როდესაც ამაში შედიხარ, შენ თვითონ უნდა იყო გაცნობიერებული და ბრმად არ უნდა დაიწყო ეს პროცესი. კი ბატონო, მოკლედ მანდ მე შემიძლია ვთქვა ისევ ჩვენ ექსპერტებზე დაყრდნობით და მე ვისთანაც ქონია ურთიერთობა, მანდაც უძრავი ქონები არ იყოს, კაპიტალის მასშტაბს გააჩნია. მე თუ ძალიან პატარა კაპიტალით ვოპერირებ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე და თან ეს კაპიტალი რა არის? სათამაშო კაპიტალია, 100 ლარია, რომლითაც ვითამაშებ და ნათლდები, მაშინ ვოლატილურ სტოკებში უნდა რა აზრი აქვს 100 ლარის დაბალ მომგებიან რაღაცას ჩადებს 101 ლარი რო გაგიხდეს რა აზრი აქვს. ამიტომ მან შანსია რომ აი პატარა ეს დოლარიანი სტოკები რაღაცები არის მეთოდები რომ პატარა ფულით თამაშობ და არ გეშინია დაკარგვა. ამის კაზინოში ხარ, ასე ვთქვათ, სტოკ კაზინოში, ხო, ეგ ერთია. ეხლა წარმოიდგინე რომ შვილისთვის გაგ დანაზოგი მისი სწავლისთვის ფულს ზოგავ, მაგითი კაზინოში ვერ წახვალ. მაშინ ეგეც არის ფასიანი ქაღალდები და მან გინდა ყველაზე დაზღვეული და ეს ETF-ები და ფონდები
ქაღალდები რაც არის, ყველა ანუ მთავრობის ფასიანი ქაღალდები ყველაზე დაზღვეულია, მაგრამ ყველაზე დაბალ შემოსავლიანი. ანუ ფაქტიურად ეგეთი ფონდური ინვესტიცია შენ გაძლევს სიმშვიდეს, რომ არ ინერვიულო დავკარგავ შვილის სწავლის ფულს თუ არ დავკარგავ, მაგრამ უკუგებაც გქონდეს სადღაც 10%-ის მიდამოებში. მაგდენივე უკუგება შეიძლება ქართული კომპანიების ფასიან ქაღალდებზეც გქონდეს, ხო? მაგრამ იქ დრო არ დაგეხარჯება, იმიტომ რომ იქ ვიღაცა სხვა მართავს შენს მაგივრად. მაგრამ მანდ ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ თუ პატარა კაპიტალით ოპერირებ, შუამავალი გჭირდება, რომ ეს ფონდები შეიძინო, ხო? საბროკერო კომპანია გჭირდება. ის საბროკერო კომპანია რაღაც რჩევებს გაძლევს, მაგრამ ისიც ხარჯს გიძვირებს იქ საკომისიო შეტანის, გატანის ასე შემდეგ და შეიძლება მოკლედ გამოვიდეს, რომ თხა ვიყიდე და თხა გავყიდე, ხო? ამიტომ ზოგიერთ შემთხვევაში მოკლედ ეგრე ადვილი ეგ ამბავი არ არის და მანდაც მე ვიტყვი რომ უნდა განათლდე, შენ უნდა გახდე სპეციალისტი. მე ყველა ვინც მან წარმატებას მიაღწია იმის მერე რა ბევრი რამე შეეშალა, აერია, დაერია და ასე შემდეგ, ხო? ეხლა ხანს უსმენდი ერთ-ერთი ინვესტორის აი ესეთ პოპულარულ რჩევებს და მოკლედ თქვა რომ მეო მაქვსო, დედაჩემისგან ვისწავლე, დედამისი სულ არ იყო ფინანსისტი და ინვესტორი, მაგრამ მოწესრიგებული ქალი იყო, ბუღალტერიასთან ჰქონდა შეხება და მოკლედ ესეთი წესი ჰქონდაო. პირველი მისი შემოსავლის ნებისმიერი წყაროდან შემოსავლის 15% მიდიოდაო ამ საინვესტიციოში. ეს აი როგორც ესე იგი მიუხედავად იმისა უჭირდა ულხინდა 15% მიქონდა. მეორე ეს ფონდი რაც ჰქონდა აინვესტირებდა შემდეგნაირად, რომ ნახევარს აინვესტირებდა დივიდენდის გადამხდელ სტოკებში, რომ შემოსავალი ქონოდა ყოველთვიური, რომელსაც ან ისევ ყულაბას დაამატებდა, ან დახარჯავდა და მეორე ნაწილს უფრო რისკიან სტოკებში მიქონდა, რომ იქ უკვე თვითონ აქციის ფასის ზრდის იმედი ქონდა, ასე ვთქვა და ამ ქალმა 45 წელი ეს აკეთა და რომ გარდაიცვალაო დედაჩემიო, იურისტმა, ადვოკატმა, ვინც იყო განმკარგველი მისი ქონების, ასე ვთქვათ, და ემესი, will, ასე ვთქვათ, ანდერძის, მითხრაო, რომ უნდა მოხვიდე და ნახო, რაღაცა შეცდომაო, მე მგონი, იმიტომ რომ ამ ქალის პორტფელი ასული იყო სადღაც $1,500,000-ზე, რიგითი ბუღალტრის, რომელსაც სულ უჭირდა და მარტო ზრდიდა შვილებს წარმოიდგინე. ანუ ესეთი ძალა აქვს ფინანსურ დისციპლინას და სტაბილურ სტრატეგიას რა. ხო? ოღონდ, ეხლა ჩვენი მაყურებლების უმეტესობას 45 წელი ამბობს, რომ 45 წელი ბევრია, მაგდენი არ მინდა და რა ვიცი, ეხლა დისციპლინა ჭირდება, მაინც დისციპლინა ჭირდება. იქ ზოგ-ზოგზე ალბათ წააგო ამ ქალმა ზოგზე მოიგო, მაგრამ ჯამში კარგი შედეგი მიიღო რა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მანდ ექსპერტიზას და სწავლას და პრინციპებს, რომ რაღაცა შენი ჩარჩო გქონდეს, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ჩემი აზრით და ცოტა ფულით უნდა ისწავლო იმეცადინო, წააგო თუნდაც ის ფული და მე უკვე თამამად იყო, ხო? რაც უფრო მეტი შუამავალი და მრჩეველი გეყოლება, ისინი ყველანი ფული დაჯდება, ხო? მე მყავს ერთი ძალიან კარგი მაგალითი, ესე იგი ქართული რეალობიდან უცნაური, რომელიც არანაირ კომპეტენციას არ ფლობს და ესეთი რამე თხოვა, ეს კაცი არის მძღოლი, პროფესიონალური მძღოლია და ყავს უფროსი და მრავალი წელია ამ კაცს ემსახურება. და ამ მძღოლმა თხოვა თავის უფროსს, რომ ესე იგი, სადაც შენ ჩადებ ფულს, ჩემი ფულიც იქ ჩადე, აი რამდენიც მაქვს 1000 ლარი მაქვს და მოგაბარებ უფროსო, ხო? ჩემ 1000 ლარს, ჩემი შვილების 1000 ლარს და მოკლედ შენც იქ ჩადე, ხო? ეგეც გამოდის, აი საბროკერო კომპანიად გადააქცია თავის უფროსი, იმის ცოდნის უნარი აქვს. შენ შეგიძლია გააკეთო, მეგობარი გყავდეს ძალიან განსწავლული და უთხრა, რომ მოდი, აი ჩემი დანაზოგიდან ამ 5000 ლარს შენ მოგაბარებ და როგორც შენსას, ისე მოეკეცი, თუ დავკარგავ, დაკარგული იქნება შენიც და ჩემიც და თუ გავამრავლებთ ისა და ეგ სხვადასხვა ხშირი სტრატეგიაა მეგობრებში, როცა ვიღაცა უფრო განსწავლულია, ну ბუნებრივია რომ შეიძლება მეგობრობა გადაიყოლოს, მაგრამ მანდაც საფრთხილოა, ხო? იმიტომ რომ ხად როცა იკარგება ფული, მე მინახავს შემთხვევები, როცა ეს გავლენას თავარი მაინც მგონია რომ ის არის ასე ჩვენ ამბობდა ჩვენი ექსპერტები, რომ უნდა ისწავლო და გაერკვე და პრინციპები უნდა გამოიყვენო აუცილებლად. კი ბატონო. კიდევ ერთი უბრალოდ გზა, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ ამ გადაცემათა ციკლში, არის საკუთარი მცირე ბიზნესის ქონა, იგივე ენტერპრენერობა.
აქაც გვეუბნებიან, რომ ისე მარტივად არ არის ყველაფერი, როგორც წარმოგვიდგენიან, ენტერპრენერობა არ არის მარტო ის, რომ მე თავისუფალ გრაფიკი მაქვს, როცა მინდა ვმუშაობ, როცა მინდა არ ვმუშაობ, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, სტრესი, იმიტომ რომ შენი კომპანიის თანამშრომლების კეთილდღეობა თუ ხელფასები, მოკლედ თვის ბოლოს შენი გადასახდელია. როდესაც ვირჩევთ ენტერპრენერობას, როგორც ფინანსური თავისუფლების მიღწევის გზას, აქ რა არის მნიშვნელოვანი, რა უნდა გავითვალისწინოთ? მე მგონია, რომ ხო, ჯერ ერთი ესე იგი თავი დავიფიქრე, რომ გავიკვირვებ თქო ესე იგი, რომ როგორ ხელფასები და ისა ახლა თვის ბოლო ახლოვდება ჩვენთან ფლომასტერში და ხელფასების დროც შესავალს. ანუ მაგას 100% ხელს ვაწერ, რაც ჩვენმა ექსპერტმა გაგვიზიარა, რომ მოკლედ სხვის მიერ ბიზნესის კეთება მხოლოდ მარტივი, შენს მიერ ბიზნესის კეთება მარტივი არ არის. თავისუფალ გრაფიკს რაც შეეხება ჩვენი ხუმრობა კი იცი ჩემი დავანოსი, რომ სრულიად თავისუფალი გრაფიკი მაქვს, მე პირადად მინდა დილის 7-ზე დავიწყებ მუშაობას და მინდა ღამის 12-ზე დავამთავრებო რა და ეს იმას მიუთითებს, რომ ენტერპრენერის შემთხვევაში თავისუფალი გრაფიკი ნიშნავს ულიმიტო შრომას, ასე თქვა, დღეში 18 საათი და შეიძლება მეტი შრომას, ხო? ამიტომ მოკლედ დავისვენებ ფეხზე გადავიდებ, მაგის იმედი არ გქონდეთ, ხო? მეორე მხრივ მე უფრო ვიტყოდი, რომ ესე იგი ენტერპრენერობა და საკუთარი კომპანიის აშენება ეტაპობრივად, ხო, ნებისმიერ სფეროში უფრო მეტად არის დაახლოებით ესეთი ლოგიკას მიყვება, რომ მე იგივე შრომა უნდა ჩამედო სხვის დაქირავებულში, იქაც უნდა მემუშავა ბევრი, იქაც მექნებოდა ნერვების ისა, იქაც მექნებოდა რაღაცა და ქემაინც რაღაცა დარჩება, შევქმნი ასე ვთქვათ დოვლაც და ცოტათი ჩემ ჭკუაზე ვიქნები, 100% ჩემ ჭკუაზე ვერ იქნები, მაგრამ ცოტა ჩემ ჭკუაზე იქნები. მე ვიტყოდი, რომ ფინანსური თავისუფლების დამოუკიდებლობაში და საერთოდ სადაც სიტყვა თავისუფლება განეხილება, საკუთარი ბიზნესი განსაკუთრებით საწყის ეტაპებზე არ უნდა განეხილო. არავითარი თავისუფლება მანდ არ არის. შეიძლება ფულიც გქონდეს, შემოსავალიც გქონდეს, მაგრამ ორი დღითაც ვერ გახვიდე ქალაქიდან, იმიტომ რომ დამკვეთს ტენდერი აქვს, იმას ისა აქვს, აქ ის არის, ხელფასები ახლოვდება, თანამშრომელს პრობლემა აქვს და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ თავისუფლებასთან ასოცირება არ ღირს. მაშინ როგორ არის? მაშინ ესეა, რომ აი მრავალი წლის მერე შენ თუ ერთი გაგიმართლა და კომპანია სწორად დაქოქე. მერე გაგიმართლა და გამართე და მართლა კომპანიად გაიდაიქცა. მესამე გაგიმართლა და სხვა ხალხს გადააბარე, შენ მართლაც გაქვს შანსი, რომ რა ვიცი 40 წლის, 50 წლის რო იქნები და უშო თუ 25 წლისამ დაიწყო, მართლა იქიდან რაღაც პასიური შემოსავალი გქონდეს. ოღონდ დაწყებიდან ძალიან დიდი ხნის მერე იქნება ეგ ამბავი, ხო? და თუ შენ გინდა რომ თავიდანვე შემოსავალი გქონდეს, იგივე აქციები გამოდის. მაშინ მიდი უკვე აწყობილ კომპანიასთან და იმის წელს ხიდულობ, ხო, აქციების ხიდვით და ისევ საფონდო ბირჟას მივადექით და სტაბილურ სტოკებს. ამიტომ მე ვიტყოდი, რომ ფინანსური დამოუკიდებლობის მეთოდად სტარტაპის ეტაპს არ განვიხილავდი. უკვე grown-up-ის ეტაპზე კი ბატონო, შეიძლება შენ მართლა წყნარად იყო, მშვიდად იყო და შენი კომპანია რაღაც შემოსავლებს აგენერირებდეს და მანდ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენ კომპანიას უნდა ჭირდებოდა, ან შენი კაპიტალი უნდა ჭირდებოდეს, ან შენი სივრცე უნდა ჭირდებოდეს, ხო? ჩემი ერთი ნაცნობი, ესე იგი, რომელიც არის რამდენიმე კომპანიის დამფუძნებელი, პარალელურ რეჟიმში ეს ისეთი კომპანიებია, რომ უძრავი ქონება ჭირდებათ, ამას თავის პირადად აქვს ნაყიდი ეს უძრავი ქონება და მიქირავებული აქვს. ანუ ერთი მხრივ აქციონერია, მეორე მხრივ გამქირავებელია და შესაბამისად ორმაგი დაზღვევა აქვს, რომ ბიზნესი ბიზნესად რო არ წაუვიდეთ, იმ აქციებში ჩადებულ ფულს დაკარგავს, მაგრამ უძრავი ქონება შერჩება და სხვას მიაქირავებს. თუ ორივე მუშაობს, მაშინ ორივე შემოსავალი, მანდაც დივერსიფიკაცია მუშაობს, რომ მარტო ერთ კომპანიაზე თუ არის მთელი შენი გეგმები აგებული ერთ კალათში თუ დევს ყველა კვერცხი, მოკლედ მაინც საკმაოდ მაღალი რისკებია რა. და თან ბიზნესები, აი ჩვენ ვიცით, რომ სტარტაპების 90% პირველ წელს კოტრდება, კიდევ რაღაცა 7% მეორე წელს კოტრდება. ეგ რა არის ფინანსური თავისუფლებაა, პირიქით, ესე იგი ვალებში გადავარდნის მეთოდი ყოფილა. ამიტომ, როცა ფინანსურ თავისუფლებას ვლაპარაკობთ უკვე შემდგარ ფეხზე დამდგარ ბიზნესზე და ეგ აი შორია დაწყებიდან რა. მე მგონი რომ იგივე შეგვიძლია რომ თქვათ ეგრეთ წოდებულ side hustle-ზე, ანუ დამატებით შემოსავალზე და ფრილანსერობაზე და ექსპერტებიც მაგას ამბობენ, რომ თუ მაგალითად ირჩევ ფრილანსერობას როგორც ფინანსური თავისუფლების მიღწევის გზას,
პირდაპირ არ უნდა წამოხვიდე სტაბილური სამსახურიდან, იმიტომ რომ ერთი შენ არ გაქვს გარანტია, რომ ფრილანსერობა, ასე ვთქვათ, კარგად წავა და შემოსავალი გექნება, ამას სჭირდება დრო, ამას ახლავს თავისი რისკები. აი ეგ ძალიან საინტერესო ამბავია და ზუსტად მე ესეთ რამეს ვიტყოდი ნინო, რომ ფრილანსერობა შეიძლება იყოს დამატებითი ქეშის გენერაცია, რომელიც წავა უძრავ ქონებაში ამ ფონდებში ან რაღაცაში. ანუ ფრილანსერობაც და მარადის არ არის ოფშენი რა, იმიტომ რომ დღეს გაქვს მაგის ენერგია, გაქვს საშუალება, მე ბავშვი წამოიჯდება, მე ოჯახია, მე ის არის ups and downs რა. ხო და მეორე მხრივ შენ რო თქვა რომ მე თუ ეხლა მაქვს ენერგია და მაქვს სურვილი რომ მეტი ვიმუშაო, რავი 5 კომპანიის ფრილანსერი იყავი, ერთი ძირითადი კომპანიის ხელფასით იცხოვრე, ის დანარჩენი წავიდეს თლიანად იმ შენ ფონდებში, რომელიც ზოგი უძრავ ქონებისკენ წავა, ზოგი წავა აქციებისკენ, ზოგი შეიძლება ვთქვათ კრიპტოვალუტისკენ და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ მე ვიტყოდი, რომ სად ვიშოვო სერიოზული ინვესტიციებისთვის საწყისი კაპიტალი, აი უფრო მანდ ჩავაყენებდი, ასე ვთქვათ, ფრილანსერობას და კიდე ერთი ფრილანსერობას ძალიან დიდი პლუსი აქვს, რომ შენ ცოდნას აგროვებ და რაღაცა გამძლეობას აგროვებ და თუნდაც CV და რეფერენსები და კი, ცალსახად ეგ რაც მე სხვა ყველაფერში გამოგადგება რა. კი ბატონო. მე მგონი ძალიან საინტერესო შეჯამება გამოგვივიდა. ამით ვასრულებთ ფინანსურ თავისუფლებაზე გადაცემათა ციკლს. გაგვიზიარეთ კომენტარებში, თქვენ როგორ ფიქრობთ, თქვენთვის რა იქნებოდა ფინანსური თავისუფლების მიღწევის ყველაზე ეფექტური და მისაღები მეთოდი. დიდი მადლობა და გემშვიდობებით.